მოგესალმებით. აი წინა ვიდეოებში რო გპირდებოდით ხოლმე, რომ ძალიან მაგარი მანქანა მოგდის და ფოთის სპორტიდან უნდა გამოვიყვანოთ თქო, ზუსტად ეგ დღე არის და ჩამოვიდა ამ მანქანის კონტეინერი გაიხსნა. და ბიჭები მოვიხოდეთ და მივდივართ ახლა ფოთში, რომ ძალიან მაგარი სპორტული მანქანა ჩამოვიყვანოთ. უბრალოდ ერთი დეტალი დაგვემატა, რომ ფოთის სპორტიდან თანამშრომელმა დამირეკა ძალიან მაგარი მანქანაა, გილოცავ, მაგარ ვიძიაო. უბრალოდ ერთი პრობლემა არის, რომ გასაღები შიგნით არის შუშები აწეულია და ჩაკეტილიაო. ხო და მოკლედ გიოთ ჩვენთან ერთად არის, მიყვავს, ამან გააქვს რო ეგრევე რაღაც წლევის საზომიო, მაგას შევყოფო, გავახეთო, რაღაც ფანჯარას გადმოვწევო. იმედია ჩავალთ, მანქანას გავაღებთ, დაიქოქება, ზეთ შევცვლით და ამ ჩვენი ძალიან მაგარი მანქანით დავგაზავთ და წამოვალთ თბილისში. მოკლედ ახლა კირვალას უნდა გავუაროთ, კირვალას პირველი სერიით ვართ, კირვალას ლექსუსში გადავჯდებით, ესე გაგვიფრთხილდა გუგა მანქანებში და წავალთ ფოთის მიმართულებით. კირვალამ ჩემი ლექსუსით წავიდეთ, ძალიან მაგარი მანქანა მყავს. ილესიაო, გზაში გავტესტოთო და აი რო ესეთი დიდი სიამოვნება და ესე დიდი კომფორტია. უთხარები დამჯდა და აკუმულატორი დამჯდარა. უნეპერე მიჭკა დამრჩენიაო. აკუმულატორი უნდა მოხსნან, ნუ თითებით უნდა გაწევოს აკუმულატორი. პირველი სერიის დაადოს და ისევ და დავკოკოთ და კირვალა ხელებს იფშნებს. ძალიან უნდა ილესი უნდა რომ ელისი თუ და წავიდეთ, არ დაუთხარი პიცოტით წავიდეთ თქო, მაგრამ კირვალასთან მაინც ვალში ვარ, რა მეუბნეოდა პრიუსით წავიდეთო, სომხეთში რომ მივდიოდი და მე რა კემრით წავიდეთ თქო და აქეთ გამომდინარე დიდად ბევრს არ არ ვაფარა ბევრს ამის მერე კიდე რამე მოხდება და დაეძრევა. ეგოც რო ჩავალთ რომ თეთრი იქნება ყველაფერი, ამათი რო ლეტნები აყენია, კონტაქტ ექსები. მან დაენძრევა მათთვის. აი ეს გვაკლა ეს არა ვავში მომყოლელი და Alexis is ready to celebrate. აი დერეჭ. რა ხდება შვილებო? ეს მაგარი ჩაკეტილი და გასაგები აქვს შეგიტება. მე ეგრითი გაახებს. გავახებდი და შემოვიდა ვიძახით. ისეთ რამე შეყობს, რომ მე გაადიდა საფაში. აი შეჩემა რანაირად უნდა დაადო? აუ ერემიჩკა ჩამოგვეტანა და კირვალ მიდი. ვიდი. აითა? მალე შეჩემა ის კი არ არის. ავიდა. ვიდი. ერაბის გამოსულოდებით და ესენი არ ვიცი, მაგრამ მე მაგარი დაძაბული ვარ. ვიდი ბიჭო! მერაბა! ოიღო! გილოცავ ხალხო, მიცუყურებდი, ძალიან მაგარია, 18 მოიხო ხოდა. მერაბა! ეგრევე ერთი ჩაუწერა, ეგრევე წააგები. უზა წვირს მთელი გზა არის. რა შეიძლება არ გამოგიშვან თქო რა, სანამ კარგად არ გაიწმინდება რაღაცა ეგეთი. შეიძლება მანდ უჯობდეს მიტრიალება და რამე ზიგნებიერი მანქანით წამოსვლა. ორვეთ რა უყო. მოკლედ კი ხედავთ, მივდივართ ფოთის მიმართულებით, მაგრამ წინ გვაქვს ორი პრობლემა. წლების წინ ჩემს სახელზე ჩამოყავდა ძალიან ბევრი ავტომობილი. როდესაც ავტომობილი ჩამოვა თქვენ სახელზე, თქვენ თუ არ განაბაჟებთ დროულად და გავა მანქანა 1000 ლარიან ჯარიმაზე, საბაჟო გაწითლებს. ანუ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ტერმინალებიდან ავტომობილის გამოყვანა აღარ შეგიძლიათ. ნუ ეს ყველაფერი იყო დაახლოებით 1 წლის წინ, 1 წლის წინ ჩემს სახელზე მანქანები შემოყვანა. შევწყვიტე და წარმოდგენა არ მაქვს. ძალიან ვიმედოვნებ, რომ ყველა იყო კეთილსინდისიერი მომხმარებელ და ყველამ დროულად განაბაჟა თავისი მანქანა. თუ ერთ-ერთმა გადააცილა გამბაჟების ვადა და მე ვიყავი წითელში ფოთიდან არ გამომატანენ ჩემს საყვარელ მანქანას. სახელმწიფოს გადავცეთ საჩუქრად, მერე გამოვა სახელმწიფო აუქციონზე გასაყიდად და იქ შევიცინოთ.
მაინც შეგვიძლია რომ რამენაირად დავიბრუნდოთ რა ეს მანქანა. ჩვენ ეს მანქანა შევიძინეთ კოპარტის აუქციონზე და მანქანა არის სრულიად დაუზიანებელი. შეიძლება ვიღაცებმა კომენტარებში დაწეროთ დაუზიანებელია თუა ძმა ჩაძირული იქნება ან რამე. არა, მანქანა არის სრულიად დაუზიანებელი და იმის იმედი მაქვს რომ კერამიკული პოლირება აქვს გაკეთებული და იდეალური დაგხვდება. იმედია გავაღებთ, მერე გასაღები შიგ დაგხვდება, მერე დაიქოქება და არაფერი პრობლემა არ ექნება რომ თბილისამდე ვატაროთ. უდავ 2 წუთში ვიქნებით. მანქანა ჩაკეტილია, შენ არაფერი ხელსაწყო არ გაქვს. დაურეკავ მართლა იმ ტიპს. მოვა, მივწეთ ის დედატკბილი 50 ლარი. გაგვიღებს, წამოვაქვს დროულად. გაწავიდე. წინ, შეჩემა, წინ, ახორჭ, არა, პირდაპირ. ჩამოვედით ფოთის პორტში და კორვეტი არის ჩაკეტილი. იყო ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ მე დაბადებიდან ამ საქმეზე მუშაობ 50 ლარს მომცემთო, გაგიღებთ მანქანასო. კორვეტთან მდგავარო. კორვეტთან მდგავარ, ბარემ გაგიღებთო. ზეცად შევამოწმებო, უდავ, მე აღრას ვაკეთებო. ვარჯი ხوار უნდა წავიდე. პირდაპირ. უკვე ვიმყოფებით ჩვენ APM ტერმინალში და ეს არის AutoExpress-ის ფოთის პორტის ფილიალი. როდესაც იქნებით ფოთში, შეგიძლიათ ხვიდეთ APM ტერმინალში და ფოთის ოფისი აუცილებლად მოგემსახურებათ. ეხლა გავარდეთ და გამოიყვანოთ კორვეტი. ნახეთ რა მინდა და იმ ფამუბედს. ძალიან მაგრად წვიმს ერთი წამით, ან მთელი გზა წვიმდა, ერთი წამი არ გადაუღია და ეხლა ყველაზე მაგრად წვიმს. მანქანა ჩაკეტილია, უდავამ უნდა გააღოს. არ იცის როგორ უნდა გააღოს. ეს გამღები ტიპი არ მინდაო, მე ვიციო როგორ უნდა ვქნაო, მაგრამ რეალურად არ იცის. ძალიან მაინტერესებს ეხლა რა სიტყვის მათი თავის მანქანაზე. მოკლედ კორვეტი უნდა იყოს ან შავი, ან წითელი. შავი კორვეტი ხო ყავდა და გაყიდა. ის წითელი კორვეტი ხო ყავს და ვერ წყიდის და ვერ საკეთებს. მოკლედ, ესეთი საინტერესო ისტორია. ძალიან მაგრად მევასებოდა კორვეტი. აი ძალიან მაგრად. თან სულ იმის მუღამი მქონდა, რომ თანამედროვე მანქანა მხოლოდა, რომელსაც დიდი ატმოსფერული ძრავი ექნებოდა. დაჟა განვიხილავდი იმასაც, რომ Mustang GT მეყიდა, იმიტომ რომ 5-დან 0 ატმოსფერული ძრავი აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში გადავწყვიტე, რომ კორვეტი მეყიდა. მე კორვეტი ვიყიდე რამოდენიმე წლის წინ, დაახლოებით 4 წლის წინ და აქედან დაიწყო ჩემი და კორვეტების ურთიერთობა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად განვითარდა. დაახლოებით 4 წლის წინ მე და ჩემი ძმაკაცი ვიყავით და აი ორივეს მაგრად გვევასება კორვეტი. რაღაც ფული მოგვივარდა, დაახლოებით $900 გვაქვს და იმენა ერთმანეთს უყურებთ. დავაი კორვეტი ვიყიდოთ თან იმენა იმ დღეს ავთქვით, შევედით აუქციონზე და გამოდიოდა ერთი შავი ძალიან დამტრეული კორვეტი. აი ძალიან დამტრეული იყო. აუ ვიფიქრეთ რომ მოდი ამ მანქანას იაფად ვიყიდით და ჩამოვიწყალ და ტაივანები გაიჭიდა, ტაივანები არსებობს ყველაფერი, რა პრობლემა არისო, შუაზე კია გაჭრილი ეს მანქანა, მაგრამ ავაწყობთ. ჩვენ და საუბედუროთ ვეთამაშეთ აუქციონზე და მოვიგეთ ეს კორვეტი. ჩამოგვივიდა ჩვენი კორვეტი, დედა არ ყავდა, მანქანას გასაღები არ ქონდა, არ იქოქებოდა და გოლი ძრავი იყო მანქანაში დარჩენილი. მეტი არაფერი არ იყო. აუყვანე რაკერას ეს მანქანა მეთქი შოთა იგნებ დამაკოკინო და შოთამ გადმომცა უდიდესი სია. რა ნაწილები უნდა მიმეტანა იმისთვის რომ მანქანა უბრალოდ დაკოკილიყო. მთელი კორვეტი ჭირდებოდა რომ ეს კორვეტი აწყობილიყო. ნუ ამ მანქანაზე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, იმიტომ რომ კორვეტი მყავდა რომელიც დანაგავებული იყო და არაფრად არ ვარგო და დავდე მეთქი იყიდება, იშლება, იწვება, ყველაფრისთვის მზად არის მანქანა რაც გაგიხარდება. რამოდენიმე თვე იდო გასაყიდად ვაფშე არავინ არ შემხმიანებია. ნუ საქართველოში გასაგები არ არის ბევრი კორვეტი და ნაწილებით რა ვიცი არ ფუჭდება გამთვლელ მანქანა და დიდად არავის არაფერი არ ჭირდებოდა. ზუსტად ეგ პერიოდი იყო, ჩიკო გავიცანი მაშინ, იმიტომ რომ დამირეკა გამარჯობათო კორვეტის ძრავი ხომ არ გაქვთო, მეთქი რისთვის გინდათ? აიო, რა ვიცი, გვინდაო. მეთქი შერაც იფიქრე, ეგ მე უკვე ვიფიქრე და სვაპისთვის არ გამოგადგება. აიო, იცით რა, რატომ? მეთქი, იმიტომ რომ ეს ზოგადად ახალი კორვეტის ძრავი სვაპისთვის არ გამოგადგებათ. იმიტომ რომ ამას აქვს GDI არის ეს უკვე და GDI-ის გასვაპვა დღევანდელ რეალობაში ძალიან რთულია. ბონუსად ჩიკო შემგჭა მაგზარიდან, საბოლოოდ ერთ-ერთ ბედნიერ დღეს ამერიკის აუქციონზე გაიჭდა წითელი კორვეტი. ეს კორვეტი საკმაოდ დაზიანებული იყო, დაზიანებული იყო ისეთი დეტალები, რომ შეიძლებოდა რომ შავიდან გადმომეტანა და ეს წითელი ამეწყო. როგორც მანამდე, ისევ მსგავსად გამეხსნა გონება და შევიძინე წითელი კორვეტიც. უკვე შავი კორვეტიც ვყავდა, წითელი კორვეტიც ვყავდა და წითელი კორვეტი ჰავაიდან მოცურავდა 7 თვე დაჭირდა ჩამოსვლას. სანამ ეს მანქანა ჩამოვიდოდა დაახლოებით 3 თვით ადრე, ტიბა დამირეკა. გამარჯობათო, მეთქი გამარჯობა. კორვეტის ხიდვა მინდაო. მეთქი ნახევარი წლის განმავლობაში არავის აი ბოლტზე არ დაურეკავთ, რომ აი ძმა ბოლტი ხო არ გაქვს კორვეტის, ბარემ ორიგინალს ჩაუჭერთ.
არავის არაფერს დაურეკავს. რა თქმა უნდა, დავიბენი მე კი რა გავაკეთო ამ კორვეტში $12,000 ვთყიდი. ეს ხო არ გავყიდო, მე ამისთვის ნაწილები ჩამოვიტანო, ესავაწყო, თუ გადავაწყო მე დარჩენილ ნაწილებს, ვაფს ვეღარ გავიგე ვერაფერი. და ძალიან სასაცილო მომენტი იყო, საბოლოო ჯამში უთხარი რომ მე მოდით, თუ გინდათ იყიდეთ ეს შავი კორვეტი და ვიფიქრე რომ ამ წითელი კორვეტისთვის ცალკე გამოვიწერდი ნაწილებს. მოვიდნენ ტიპები, ნახეს ეს კორვეტი, ნახეს რომ დედა არ ყავდათ, აი დაფლეთილი იყო მანქანა. იმიტომ ამბობ რომ დაფლეთილი იყო რომ კორვეტი ზოგადად არის ფაიბერგლასი დაწყობილი. თუნუქი არ აქვს. გეხაწები რა, ეს ლამაზის ფაიბერგლასი არა, პლასმასის მანქანაა. ფაიბერგლასი. პლასმასის მანქანაა. აქედან გამომდინარე და ტიპებმა მაინც გადაწყვიტეს რომ მოდი აუწევთო და რო აწევდნენ ქვემოდანაც გახეული იყო. მეთქი ვსო არ იყიდიან რა აზრებთ მე კი კაი აწიეთ და თონ რო აწევდნენ მე ქვემოდან დისკებით ჩანდა რომ 4-ვე დამტრეული იყო. აწიეს და ეს ის არის რაც ჩვენ გვინდაო და იყიდეს. ჩავი კორვეტი აღარ ყავდა, წითელი მოდიოდა და მეთქი რა მაგარია. ეხლა ნაწილებს გამოვიწერდა და ავაწყობ წითელ კორვეტს. 2 წლის წინ ჩამომივიდა წითელი კორვეტი და წითელი კორვეტი უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ვიდრე შავი კორვეტი. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ვცდილობდით რომ მანქანა დაკოკილიყო, თან მან ძალიან გადაობა მოხდა. მაგ კორვეტებს აქვს მშრალი კარტერი. ჩვენ რო ნახულობდით გვეგონა რომ ზეთი არ იყო და გიო უდავა რომელიც გვერდზეს ის აი ზეთს ამატებდა და ამატებდა. ანუ 6 და 600 მიდის და 8 ჩავამატეთ. და კარლოს და რო ამოიგოგა ყველა ზეთიანები ვიყავით. კორვეტმა რო გაასხა, პატარა ფანტანი გქონდა კარლოს ბოქსში. ამ მანქანის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს დაახლოებით 2 წელია. ვინც დიდი ხანია თვალსადევნებს ჩემს YouTube-ს ახსენები მე აქვს რომ სადღაც წითელი კორვეტი არის მიგდებული. არ ვიცი ეს მანქანა როდის დასრულდება, არც ის ვიცი უკვე საბოლოოდ რამდენი დაჯდება. მთელი მანქანა განახლებულია, სალონი ახლდან შეიკარა, ნუ მოკლედ ამ ყველაფერს მოგიყვებით იმის მერე უკვე რაც ეს წითელი კორვეტი დასრულდება და აი ქართული კორვეტი მეყოლება. ის კი აღარ მეყოლება რომ ამერიკაში კორვეტი გამოუჩეს. არა, აი გიორგი ჟეშტიანჩიკის და ასე შემდეგ ვიوакედან მოკითხვა. აწყობილი ქართული ჯიგრული კორვეტი მეყოლება. ეხლა ჩამოვიდა ტრაწისფერი კორვეტი. ეხლა იძახის რომ აი ტრაწისფერი რო არისო, უფრო სოლიდურიაო და რაღაცა ისაო თავს იმართლებს, მაგრამ რეალურად თვითონაც არ მოსწონს, იმიტომ რომ კორვეტი უნდა იყოს შავი ან წითელი. ტრაწისფერი კორვეტი არავის არ მოსწონს და ნახოთ ეხლა წვიმაში როგორი იქნება, თუ გააღებს უდავა და თუ გამოვლენ. თუ ვერ გააღებენ, არ ვიცი, მე ვქოქავ ჩემ მანქანას და მივდივარ. იკაკოს დიდი ალბათობით წამომყვება და მათი არ ვიცი რა სიწევს. ესე გამოიყურება კოპარდზე შეძენილი ჩვენი დაუზიანებელი ძალიან ლამაზი კორვეტი. ეხლა გიო ცდილობს რომ მანქანა გააღოს სამენაირად. ახალ გამოწიო და არა არიღებო ვიდეო დაგეწელია. პროფესიონალთან დაერეკეს. მე მგონი ძალიან მომხიბვლელია და დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ მანქანის ფერზე. ტრაწისფერი გასაღები უკვე ვნახეთ, ძალიან კაია რომ გასაღები შიგნით არის. ცუდია მინდი დაგვემთხო, იმიტომ რომ მაგრად წვიმს. აი ეს კაი ადამიანიც მოვიდა და გაგვიღებს ახლა მანქანას. როგორც გიომქო ერთ კბილზე გაიხსნა. ბოლომდე კი არ არის, მაგრამ всё. დაიქოგა. არაფერს არ ანთებს საერთოდ პრიბორში. და საყვარელი მანქანა. რაც ფავორია, ვიდეო კადრებს კი ნახავდით და მანქანა გავახეთ. მოვიდა ისეთი ადამიანი, რომელმაც 2 წუთში გააღო და ნუ აი გიომ ყველანაირი მცდელობის მერე მიხვდა, რომ უბრალოდ აზრი არ ქონდა წვალება. ნუ რაც ფავორია, მანქანა გაღებულია, მანქანა დაიქოქა, ჩეკსაც არ ატებს მანქანა, რაც ყველაზე მაგარია, ძალიან კარგად გამოიყურება, ელემენტარული ნაკაწრი აქვს წინა ბამპერთან, წინა ტუჩი აგატეხილი, ნუ ეგა საერთოდ მაღაზე არ ვფიქრობ, რომ საუბარი ზედმეტია. რაც ფავორია, მანქანა დაიქოქა, საბაჟოს შევამოწმებინეთ, ჩავაგდეთ, მივაყენა ყველაფერი ნორმალურად გაიარა ძალიან პატარა მანძილი. ეხლა უნდა გავაფორმოთ და უკვე შეგვიძლია გამოვიყვანოთ, შევცვალოთ ზეთი და წამოვიდეთ თბილისისკენ. ცოტა უფრო მეტ ხმას ველოდებოდი, რომ დროს გუნახმა ექნებოდა. როგორც ჩანს, ყველაფერი მანქანაზე ქარხნულია. საერთოდ არაფერზე არ არის ხელდადებული. დანარჩენი უკვე ჩვენ ჩავერიოთ და მოვიფიქროთ ერთად რა მოუხდება ამ მანქანას. მეორე ახლა თბილისში დროულად ჩამოვიდეთ, იმიტომ რომ დღეს თოვლია გამოცხადებული. რიკოტზე თითოეულს ელოდებიან. და ამ მანქანაზე არ ყოფილა ზიმნები, არ ვიცი, ამ მანქანაზე არ ყოფილა. ვერ მოგაქცია. ჩიმი ძმდა. მე ჩენაირად ვარ, იმიტომ რომ არც ამ მანქანაზე არ არის ზამთრის საბურავები. და იცი როგორი, აი ნაბუქსავებია. მწვანეშია, ხო?
let's go. რო ჩავიყვანთ და ცოტას მოვაპარიატკებთ, მერე კარგად გავტესტოთ, აგრესიულად გავტესტოთ. ერთი ჩინური გასაღები ჩამოხვა მანქანას და გიო დავტოვეთ მანქანასთან და აი იწება და ორი გასაღები იპოვა. აი მანქანაზე ხო არის ხოლმე რომ უხარიათ რომ ორი გასაღები ჩამოვიდა რა მაგარია ჩვენი 3-ით ჩამოვიდა. იმდენი გასაღები გვაქვს, ერთი მე მექნება, ერთი ყირვალს ექნება და ერთი იკაკო შენ დაგიტოვებ. ის რო ავაძრეთ დაფერილი რო წაიბოების სულზე დარჩა. აი რაღაცა ცოტა ისეთი ამ გადახურული ადგილია, რაღაცა გვინდა ხა ესე ვერ ვიზავ. აღვეთ. რა ვიცი უგაფოზე განდევი. ძალიან დაბალია, გაითვალისწინე, აი ვაფშე ყველაფერს წამოედები რა. საკარემინაზე ფეჩი ვერ უბერავს. თან პლუს ჩაბურული იყო. ეს პლიონკა ავაძრეთ. მერე წებოების სუზე დარჩა. ანუ ესე ვცდილობთ რომ რამე ადეკვატურ მაღაზიამდე მივიდეთ. იგი უკვე გათესტდი თუ ჯერ არა? ჯერ არა. ვისოზე რომ მეყენებ პანჯერას ჩავწირე და წით გადმოიწვა. გონია რომ ვიდეოს ერქმება არასდროს დავხდეთ ფოტოში მანქანას. ეხლა ჩვენ ვართ LS-ით, უკან მათე მოყვება კორვეტით. მაგრამ გვაქვს რიგი პრობლემებისა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ დაუზიანებელი მანქანა, ანუ რაღაცა პატარა პრობლემა ხო მაინც ექნება, ეხლა მანქანა რახან გამოვიდა აუქციონზე სადაზღვევზე გასაყიდად, რაღაცა პატარა პრობლემა მაინც იქნება. ამ მანქანაზე ხა ამ შემთხვევაში ფეჩი მუშაობს გიჟივით, მაგრამ შუშაზე არ უბერავს და შუშა იორთქლება. გარეთ საშინელი ამინდია, ისევ მაგარი წვიმა, ანუ ეხლა ამ წუთას აღარ წვიმს, მაგრამ მაინც საშინელი ამინდია და ესეთ ამინდში, როცა შუშაზე არ უბერავს ფეჩი, ძალიან პრობლემატურია, იმიტომ რომ იორთქლება. ეხლა არის 5-20 წუთი და ძალიან მალე დაბნელდება. რიკოცე გვინდა რომ მალე მივიდეთ, რომ არ დაბნელდეს. ამაზე ხო ზაფხულის საბურავები აყენია, იმაზე იმენა ზაფხულის საბურავები აყენია. კიდე უარესი ვიდრე ამაზე. რიკოცე მალე გვინდა მივიდეთ, იმიტომ რომ ჯერ ეს სიბნელეში სიარული მაინდა-მაინც წვიმაში არ არის კარგი, თან არ გვინდა რომ თოვლი იყოს, გვინდა რომ უფრო მეტი მოძრაობა იყოს, რომ გავიჭედეთ ვიღაცა მოგეხმაროს, ან მარტოები არ ვიყოთ, არ შეგვიშინდეს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში სანამ ნაკადია მანქანების და მოძრაობა არის მეტნაკლებად, უფრო მეტია იმის შანსი, რომ არ დადოს, არ გაყინოს და მშვიდობით გადავიდეთ. ერთი რამე რაც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, არ წავიდეთ ზაფხულის საბურავებით ზამთარში, როცა არის თოვლის საშიშროება. მე ვეუბნებოდი მათ ეს რომ მოდი დავაყენოთ ზამთრები მანქანაზე და ისე წავიდეთ, და მე ზამთრის საბურავებიანი მანქანით წავიდეთ. არაში არ იქნება არაფერი დაიკიდე. თუ არ იქნება არაფერი, აი ხა ჩვენთვის 1-2 საათში და თქვენთვის 1-2 წუთში ალბათ ნახავთ როგორ ვაწვევით Lexus და Corvette პერევაზე თოლში და დიდი ალბათობით უდავა იქნება ის საწყალი, ვინც მიაწვევა მანქანას. წადი რა ძმაო. მანქანაში ისეთი იდეალური ტემპერატურა დავამთხვიეთ, რომ შუშა ესეთ დონეზეა ჩაწეული, სალონში გათბობაა ჩართული, ოღონდ სამწუხაროდ საკარემინას არ უბერავს. მაგრამ ამ ყველაფერმა შექმნა ის, რომ საკარემინა აღარ იორთქლებს. რაც შეეხება მანქანას, ძალიან მომწონს. პატარა შეხებაზეც კი მანქანა ძალიან გრძნობიარეა. წინ აყენია 19-იანი დისკები და უკან არის 20-იანი დისკები. სამწუხაროდ ზეთის შეცვლა ვერ მოვასწარეთ, რადგან ჩაარობდით და ბილიში როგორც კი ჩავალთ ეგრევე ხადო რეისინგს გაუშვებთ ამ მანქანაში. ალბათ ვერც დაგაინტერესებდა თუ რა ფასად შევიძინეთ ეს მანქანა. ეს მანქანა კოპარტის აუქციონზე თუ არ ვწდები, აქვე ამონათებული იქნება და უფრო ზუსტად გამოჩნდება. დაახლოებით 14600-ად ან 14700-დოლარად შევიძინეთ. ნუ რეალურად კორვეტის საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ეს ფასი ძალიან დაბალია. დაემატა აუქციონის მომსახურება პლუს ჩამოყვანა და დაახლოებით 17500 დოლარი გამოვიდა ფოთამდე. 17500 დოლარი კორვეტისთვის ფოთამდე
აი ძალიან იაფია, ძალიან მაგარი ფასია და იმის გათვალისწინებით, რომ მანქანა დაუზიანებელია, მანქანის ისტორია, ეგრეთ წოდებული Carfax-ი ამოღებული გვაქვს და მანქანას ისტორიაში დაზიანება არ ქონია. მანქანა 2015 წლია, 9 წლის განმავლობაში, 10 წლის განმავლობაში მანქანას არ ქონია არანაირი დაზიანება. თუ გსურთ ძალიან კარგი ავტომობილების შეძენა, შეგიძლიათ დამაფოლოვოთ, მოიწეროთ და მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველაფერში დაგეხმაროთ. ასევე შეგიძლიათ შეეხმიანოთ გუგა კირვალიძესაც და გუგა კირვალიძეც ამომწურავ პასუხს გაგცემთ ამ ყველაფერზე. სუნამოებთან დაკავშირებით, სუნამოები გვაქვს კიდევ, დაგვაფოლოვეთ, მოიწერეთ და საჩუქრად გადმოგცემთ ჩვენს საგულშემატკივრო სუნამოებს. რა მაგარია კორვეტი გაგინგზაზე პოლში ზაფხულით საბურავებით სიარული. თან ავტობანზე 20 კმ ვარ. მედი აცი დამიჯერებს. არა მაქვს ტორმუზი და შენ ესე რო არც ცდი რა, რანაირად მიდი. ჩუ გავჩერდით, ვიღაცა გამოვიდა თოვლის მწმენდავი, რომელმაც იდეაში უნდა გაგვიწმინდოს გზა, მაგრამ გაგვაჩერა აღმარცე და უკან მოცურავს და არ ვიცი რა მოხდება შენი აზრით. როგორ დავიჯერო ხა მარტო მე და შენ ვერ დავიძვებით აქ და ყველა დაიძვრება? ონლი გაზით მოვდივარ ერთით. სუბური ტელეფონი გამორთული, სულია მომსახურების ზონიდან. გამარჯვე ხომ? რავი, მეთქი გაჭედილია მოძრაობა და მეთქი გავალ მაინც, რავი, იმაში მაინც დავრწმუნდები, რომ შემოვიდნენ. აი როგორც ყიბზე ამოვედით. აი ერთით მოვდივართ. აქედან ახტებელი და აი ეს გაგვაკლა ეხა რომ ზვავში მომყოლელიყავი. და დავასრულოთ დღევანდელი დღე, საკმარისი იყო. ყველაფერი გამოვიარეთ, ყველაფერი ვნახეთ. კარგი იყო თუ ცუდი იყო, მშვიდობით დავბრუნდით, რაც მთავარია. კოროტი ჩვენთან ერთად არის, გუგა უნებელია და რა შეგვიძლია? უდავ მკარი ვერ გააღო. დღევანდელი ვიდეოს მორალი რა არის? ხა მათ ეს ყავს კორვეტი, რომელიც ამდენი ხანი უნდოდა. ზამთრის საბურავების გარეშე, ზამთარში არ უნდა წახვიდეთ რიკოცე. თოთიდან მანქანა თავისხდით არ უნდა წამოიყვანოთ. რაც არ უნდა დაუზიანებელი იყოს, იქნება რაღაცა პატარა გაუთვალისწინებელი დეტალი, რომელიც მით უმეტეს აი ზამთრის ესეთ საშინელ ამინში რაღაცაში კაროჩე გააფუჭებს იმ ემოციებს, რაც პირველად უნდა მოგანიჭოს მანქანამ. ამიტომ მანქანა ჩამოგივეთ პოსში, დავუდეთ ევაკუატორს, წამოიღეთ, დახვდით თბილისში და შეერიგეთ ის მანქანა გემრიელად. როგორც წესი და რიგია, ხო? ტკბილად რომ გაგახსენდება. ეს ფათემა. თან ყველას არ გეყოლებათ ესეთი ჭკვიანი მეგობარი, ჩემო ჭკვიანმა მეგობარმა მოახერხა და ესეთი გათბობა მქონდა საქარემინაზე, რომელიც დამონტაჟებულია მანქანაზე, წინა საჰაეროებიდან აიყვანა და თვით საქარემინაზე მიუშვა. ეს სითბო ძალიან დრიფტერულად მოვექცევით, აი სულ სამოვხდით. თქვენ კიდე დარჩით ჩვენს არხზე, არ დაგაუწყდეთ ვიდეოს დალაიქება, დაკომენტარება, გადაზიარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არხის გამოწერა. არხი გამოიწერეთ. ყველა ადაკით subscribe-ს დააჭირეთ, აიღეთ თქვენი მაუსი, დააჭერეთ subscribe-ს. გაუტრაკე ამ ხას, გამოიწერეთ არხი, კაროჩე, აბა თქვენი დროებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. პროექტზე უნდა გამოვისვათ ტრაქში კორვეტი. და რა თქმა უნდა, გათამაშება რო ვახსენე, გათამაშება ისევ ძალაში რჩება და რა თქმა უნდა, იქნება ძალაში და აიყვანეთ ხალხო, YouTube 10,000 გამომწერზე. თვით გუგა კირვალიძემ უნდა გასრიალოთ ტრეკზე. რო დაიღლება სრიალით, მერე უნდა გაგაზაოთ. ამიტომ გამოიწერეთ.